კონგრესში დაბლოკვისა და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ვერ მოხვედრის მიუხედავად, როგორც ჩანს, მეგობარი აქტი ავტორებისა და მხარდამჭერებისთვის აქტუალობას მაინც არ კარგავს. ეს გამოცემაზე ჰილის სტატიიდან ირკვევა, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული ჯო უილსონი მეგობარი აქტის მიღებას სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ძალისხმევის გაძლიერებისთვის აუცილებლად მიიჩნევს. საყურადღებოაზე ჰილის სტატიის ის ნაწილი, სადაც მეგობარი აქტის ჩავარდნის მიზეზებზეა საუბარი. გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ტეხასური ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელი ლობირებს. სტატიის თანახმად სტივ ნიკანდროსი საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, მეგობარი აქტს კი ბიზნეს გეგმის განხორციელების გზაზე დაბრკოლებად განიხილავს. ჯო უილსონისა და ქართული ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული ქმედებები არ ახალია ქართული ოცნებისთვის. რაც შეეხება სტივ ნიკანდროს, მმართველი პარტია ბიზნესმენთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. მმართველი გუნდი არც თუ ისე შორეულ წარსულში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ქართული მხარის კონტრიბუციაზე ამახვილებს ყურადღებას და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არც ერთ პარტნიორთან დაცვა ან ლობიზმი არ სჭირდება. ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და ჩვენ არანაირ დაცვას და წარმოდგენას ქართული ხალხი არ საჭიროებს. ქართული ხალხის თავი დამცველი არის ის საქმე, რაც ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვა არის საჭირო, მეტი არაფერი იმისთვის, რომ გააზრებული იქნეს თუ რა როლი აქვს თავის დროზე საქართველოს შეტანილი ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში. პარლამენტის თავმჯდომარე ასე იმ კითხვას პასუხობს, რომელიც გამოცემა ჰილსის სტატიას ეხება. უფრო ზუსტად კი კითხვას, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ქართულ ოცნებას ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან სტივ ნიკანდროსთან, რომელიც თუ სტატიას დავეყრდნობით, მეგობარი აქტის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული და რომელიც თავის მხრივ მეგობარი აქტის უარყოფით შედეგებზე არწმუნებს რესპუბლიკელ კონგრესმენებსაც, რადგან თვლის, რომ ეს კონკრეტული აქტი თუ მსგავსი კანონპროექტები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ბევრი მიმართულებით გააუარესებს. ნიკანდროსი კი განსაკუთრებით ბიზნეს ურთიერთობებზე წუხს. გამოცემისთვის მიწერილ წერილში ის აქცენტს ქართული ოცნების მთავრობისა და ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიურ კავშირზეც მიუთითებს. ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წლის განმავლობაში ლიბერალური პროგრესული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს სუვერენულ კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ამერიკა-საქართველოს მჭიდრო ხანგრძლივ ურთიერთობებს. ქართული ოცნების მთავრობა არის ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირე და იმსახურებს მხარდაჭერას. ნიკანდროსის წუხილებზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ მმართველმა გუნდმაც, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ ამ სტატიიდან შეიტყო. შესაბამისად, ქართულ ოცნებაში გადაჭრით უარყოფენ რაიმე კავშირს ბიზნესმენთან, მით უმეტეს ლობისტურ კავშირებს. თუმცა, როდესაც ერთის მხრივ ლობიზმზე და მეორეს მხრივ მეგობარ აქტზეა საუბარი, ქართულ ოცნებას პირველ რიგში სწორედ მეგობარი აქტის მთავარი სპონსორი ჯო უილსონი, მისი კავშირები ქართულ ოპოზიციურ სპექტრთან და სულ რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვებული ფინანსური შეთანხმებები ახსენდება, რომლის მიხედვითაც გაირკვა ჯო უილსონის ფინანსური კავშირები ლობისტურ კომპანია ნელსონ მალისთან, იმ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ ამავე დოკუმენტების მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა დაქირავებული სწორედ ლობიზმისთვის. სწორედ აი ამ ლობიზმის ნაყოფი არის, ხო, ჯო უილსონი, რომელიც ამბობდა, რომ გადამიხადეთ ფული და ვიქნებით თქვენი ლობისტი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ამ ლობიზმის მთელი, ასე ვთქვათ, მანკიერი არსი, რომ ვინც ხალხს გადაუხდის, იმის ინტერესების გამტარებელი იქნება. აქ რა თქმა უნდა, ამ დროს უკვე შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები შეიძლება გაიცვალოს სწორედ აი ამ ლობისტობაში გადახდილ ფულში. და აქედან გამომდინარე, ნათელია, მაინც ვიცით, რა მიზნებს ემსახურება ჯო უილსონის მეგობარი აქტი. მეგობარ აქტსა თუ მის ავტორზე ქართული ოცნების პოზიციები დიდი ხანია ცნობილია. მმართველი გუნდი ჯო უილსონის მანკიერ ინტერესებზეც დიდი ხანია საუბრობს, თანაც არა მხოლოდ ფინანსურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არამედ მათ შორის ქვეყნის შიგნით ოპოზიციური სპექტრის მოლოდინებზეც მეგობარ აქტთან მიმართებაში. იმ ოპოზიციის, რომელიც თვეების განმავლობაში ამერიკულ ვოიაჟებს ჯო უილსონთან შეხვედრებით იწყებდა და ამ შეხვედრების შემდეგ ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერს მალე სწორედ მეგობარი აქტი შეცვლიდა. თუმცა მას შემდეგ რაც მეგობარი აქტის მხარდაჭერა კონგრესსა და სენატში განხილვებს ვერ გასცდა, ახლა იმაზე საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ფაქტია, რომ ივანიშვილმა არა მხოლოდ დემოკრატია დაასამარა, არამედ ოპონენტები ჩასვათ ციხეში, ახალგაზრდები ჩასვათ ციხეში და საერთაშორისო სანქციები იმის გამო აქვს ივანიშვილს ამერიკის მხრიდან და მათ შორის
ქართული ოცნების წევრებს ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რომ ამ რეპრესიაზე უნდა თქვას უარი და ამას არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ჭირდება. მეგობარი აქტის ინიცირებაც მოხდა ოცნების ანტიეროვნული და ანტიდასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე. ის ნებისმიერი განხილვა, რომელიც საერთაშორისო ფორმატებში დღეს ხდება და ის უკან გადადგმული ნაბიჯები, რომლებითაც ფასდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა დღესდღეობით, ეს არის ოცნების პასუხისმგებლობა. მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთის მხრივ გაუარესებულ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე მიუთითებს და მეორეს მხრივ იმედს კვლავ შეჩერებულ მეგობარ აქტს ამყარებს, ქართული ოცნება მათაც და მეგობარი აქტის მომხრე თუ მოწინააღმდეგე პარტნიორ ამერიკელებს ახსენებს იმას, თუ როგორ და რა ფორმით ამტკიცებდა საქართველოს მეგობრობას. შესაბამისად, მმართველი გუნდიდან დღეს არაერთხელ და არაერთ გზის შეახსენეს. ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით ოპონენტებს და მეორეს მხრივ ქვეყნის გარეთ მეგობარი აქტის ავტორებს ის თუ რა არის საჭირო და აუცილებელი ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ არაფრის ლობირებას და ასე ვთქვათ არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ. ჩვენ თქვით, რომ ქართულ ხალხს ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ქვეყანა, რომელიც რომელსაც სურს არა მხოლოდ სარგებლის მიღება, ასე ვთქვათ, და თავად კონდეს სარგებელი ამ ურთიერთობაში, არამედ მზად არის მხარში დაუდგეს მას, ვისთანაც სტრატეგიულ პარტნიორობას აკავშირებს. ასევე ჩვენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას არაერთხელ დაუდექით გვერდში. საქართველოს შეგახსენებთ, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის იყო ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი წარმოდგენილი ავღანეთში. მეორე, საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი მეოთხე იყო კონტინგენტის რაოდენობით და მესამე, საქართველოს ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ამ ომში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად ხარდამხარ ვიბრძოდით. და ამის საპირწონედ ჩვენ რო ხედავთ თუნდაც ჰელსინკის კომისიის თუ სხვადასხვა ცალკეული კონგრესმენის მხრიდან ანტიქართულ რიტორიკას, ეს აჩვენებს უბრალოდ ამ ადამიანების მხრიდან დაუფასებლობას ქართული ხალხის წვლისა ჩვენს საერთო საქმეში და ერთმანეთის გვერდში დგომაში. უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა. მეგობარი აქტი, როგორც ჰილსის სტატიაშია აღნიშნული, ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად ახლა სენატორ მარკ ვეინ მულინის მიერ არის დაბლოკილი. უფრო მანამდე კი პროექტის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მოხვედრა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ დაბლოკა.